ძირითადი თემა ისევ არის მოგზაურობა სკოლის აი კომპლექსურ მეტად საინტერესო და ღრმა სამყაროში. საბაზისო მოთხოვნილებებით ვარ იქნება დაკმაყოფილებული განვითარებაზე ვერ ვილაპარაკებთ, ხო? Რაც შეუძლია შეუიარაღებელ თვალს ამ კლიმატის და გულს ამ კლიმატის აღქმება. ჯგუფური ფენომენია ბულინგი ვიცით და შესაბამისად მთელ კლიმატს აზარალებს კლასის. სკოლის ლიდერის როლი ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შევამჩნიეთ, რომ მომღიმარი ბავშვი, რაღაცა კომუნიკაციაზე ორიენტირებული ბავშვი უცებ მოიღუშა, აღარ გველაპარაკება. ფსიქოლოგთა გავლენა, რასაკეთის მომტანი შეიძლება იყოს. უკანო გავყვებით ნაკვალევს. ბევრგან იყო ის სიგნალი, რაც ჩვენ უნდა შეგვემჩნია, მაგრამ ვერ შევამჩნიეთ. მოგესალმებით, მე ვარ პაატა პაპავა და ჩვენ ვაგზელებთ ჩვენი პოდკასტის სერიას. ძირითადი თემა ისევ არის განათლება, სწავლა, სწავლება, ბავშვების, მოსწავლეების, მოზარდების ზრდა და განვითარება და ის ყველაფერი, რაც უკავშირდება ხარისხიან განათლებას და კარგ სკოლას. როგორც გვპირდებოდით, ჩვენ ვიწვევთ ამ სფეროს მოღვაწე ადამიანებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და არა მხოლოდ. ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი, როგორც გახსოვთ, არის იმ საკითხების გაშუქება, რომლებიც ფართო საზოგადოების, არა მხოლოდ თქვათ ვიწროდ ამ სპეციალობის წარმომადგენლების, ან უშუალოდ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების, არამედ ფართო საზოგადოების წარმომადგენლების, უშუალო მომხმარებლების, ანუ მშობლების, ოჯახების მიბრუნება განათლების საკითხებთან. კიდევ ერთხელ მოგზაურობა სკოლის აი კომპლექსურ მეტად საინტერესო და ღრმა სამყაროში, რომლის საბოლოო შედეგი არის განათლებული ბავშვი, ადამიანი, რომელიც მზად არის დასრული ცხოვრებისთვის, სერიოზული პასუხისმგებლობებისთვის და დიდი მიღწევებისთვის. მაშასე დღეს ჩვენი სტუმარია ნატა ასათიანი. ძალიან დიდი მადლობა ნატა. დიდი მადლობა. დაგვეთანხმეთ და გვესტუმრეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდი ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი თქვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო და ჩემთვის საყვარელ თემაზე, წიგნიერებაზე ვისაუბრეთ იქ. და მადლობა რომ იქვე შევთანხმდით, რომ ჩვენ შევხვდებოდით, ამჯერად უკვე მე ვიქნებოდი თქვენი. კი ბატონო, ჩემთვის დიდი თქვენი პატივია. მასპინძელი და საუბრის წარმმართველი, ვარ დარწმუნებული, სრულიად დარწმუნებული, რომ აი ეს გაგრძელება ჩვენი დიალოგის იქნება უფრო საინტერესო ვიდრე დაწყება იყო და აი ესეთი მოლოდინით შევუდგეთ რა. ნატა პირველ რიგში თქვენ შესახებ რო გითხრათ მოკლედ ერთგვარი პატარა ბიოგრაფიული ექსკურსით დავიწყოთ. როგორ მოხვდით ამ ამ სფეროში? მოგახსენებთ, მე განათლებით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობდი დიდი ხანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც ძალიან ცხადად დავინახე, რომ ნებისმიერი მცდელობა, სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესების, ნებისმიერი მცდელობა ან თუნდაც რაღაცა რეფორმის გარკვეული ნაბიჯები და წინსვლა იყო ფუჭი და წყალში გადაყრილი დრო, თუ მოსწავლეებს არ ქონდათ აი ეს ემოციური კეთილდღეობის განცდა სკოლებში. ემოციური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კლიმატზე, რა კლიმატსაც ვუქმნით სკოლაში და ეს კლიმატი ფართო გაგებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვედა კომპონენტს მოიცავს და ის სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ გამიგრძელებინა ჩემი სწავლა უკვე დოქტორანტურის ფარგლებში განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდი შემდეგ უკვე ცოტა ვთქვათ განათლების მიმართულებითაც და დიდი დოზით ფსიქოლოგადაც. თუ შეიძლება მოკლედ რომ ითქვას. ძალიან მიყვარს ემოციური კლიმატის და ფსიქოსოციალური კლიმატის თემა სკოლაში, რომელსაც მართლაც ბევრი განზომილება აქვს, მაგრამ მოდი, იმდენად რამდენადაც ჩვენ ძალიან გვინდა რომ მშობლებისთვის აღქმადი იყოს ჩვენი საუბრები, დიალოგები და ფართო საზოგადოებისათვის გასაგებ ენაზეც ახსნათ ხოლმე რაღაცები. აი მაინც ორი სიტყვით რო ჩაუღრმავდეთ ფსიქოლოგიური კლიმატი. საერთოდაც რა არის, რას ნიშნავს, რა ამინდზე ვლაპარაკობთ და როგორ იქმნება ეს ამინდი სკოლაში?
ხო, მართალია რომ ძალიან ბევრი შემადგენელი აქვს და ჰყავს ამ კლიმატს და ეს კლიმატი იწყება პრინციპში სახლიდან. სახლიდან როგორ ვუშვებთ მოსწავლეს სკოლაში. როგორ ეთანამშრომლება მშობელი, როგორ ეთანამშრომლება მშობელი სკოლას და სკოლაც რამდენად არის ღია და რამდენად აქვს მასაც მზაობა, რომ მშობელიც გაზარდოს თავის მთავარ, თქვათ, აი ამ ბავშვთან ერთად, ხო, რომელიც უნდა იყოს რეალურად. ჩვენ კი ძალიან ბევრი დოკუმენტშიც გვიწერია, რომ აიც მოსწავლეზე ცენტრირებული და ჰოლისტური მიდგომა და ცენტრში მოსწავლეთ წერილობით ეს გვაქვს ასე ვთქვათ წაკითხული ბევრგან, მაგრამ აი მართლაც რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეზე იყოს ცენტრირებული მთლიანად ეს პროცესი და ჯანსაღად მიმდინარეობდეს. ალბათ აი ეს არის სწორედ მათ შორის მე მგონია რომ ოჯახში რას ნიშნავს ბავშვზე ორიენტირებულობა და ოჯახში ბავშვზე ორიენტირებულობა. ჩვენ კი დავიწყეთ სკოლის სისტემიდან თითქოს და ამ თემის დაფუძნება და იქიდან წამოღება. მაგრამ მგონია რომ საბედნიეროდ რაღაც ნიშნები არის საზოგადოებაში რომ ოჯახში ბავშვზე ორიენტირებულობა რას ნიშნავს ამ თემასაც ნელ-ნელა ვიხებით. ამ თემაზეც ნელ-ნელა ჩვენი ცნობიერება იზრდება და აი მარტო რაღაცა ინსტინქტების თუ ინტუიციის დონეზე აღარ ვართ და აღარც უნდა ვიყოთ და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მშობლების პედაგოგიზაცია ხო ცალკე თემაა საერთოდ ხო ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ მშობლობისთვის იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღო რომ მყავდეს შვილი ეს არ არის მხოლოდ ფიზიოლოგია ცალსახად ხო აქ არის ძალიან ბევრი რამ რაც უნდა ჩვენ მზად ვიყოთ და რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ სკოლები იღებენ როლს მე არაერთ ქვეყანაში შემხვდა სკოლა რომელიც მიზნობრივად აკეთებს ამას აკეთებს არა იმისთვის რომ რაღაც მონიშნა და ანგარიშში ჩაწეროს რომ მე აქ რაღაც სამი ღონისძიება ჩავატარე მშობლებისთვის არამედ ამას აქვს უკვე რაღაც ორგანიზებული მიზანმიმართული ხო ესეთი ფოკუსირებული ხასიათი რაღაც მოლოდინებით და გათვლილი რაღაც კონკრეტულ უზრუნველყოფილი რაღაც სპეციალური რესურსებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. თუმცა მაინც სანამ თვითონ თითოეული სკოლის გადაწყვეტილებამდე მივალთ და უბრალოდ ცნობიერებაში ვიქნებით დარწმუნებული რომ მათ აქვთ ეს გაცნობიერებული და გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის შემოყვანა ამ სისტემაში სანამ აქამდე მივალთ და სანამ დაველოდებით ასე ვთქვათ თუ რა ხდება სკოლაში მანამდე მაინც ვფიქრობ რომ ეს წახალისებული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან და რაღაცა ერთიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს მშობლებთან თანამშრომლობა ხო რა მიმართულებითაც ისევე როგორც ბევრი სხვა თვალსაზრისითაც დღეს ძალიან დიდ ხარვესს ვხედავთ ნადა თქვენ ძალიან კარგად შეეხეთ და კარგია რომ თავიდანვე წამოვიდა ზედაპირზე ეს თემა კლიმატი მოდი ისევ კლიმატთან გავჩერდეთ ცოტა ხნით რამდენად შესაძლებელია რომ სკოლის კლიმატი რასაც არ უნდა ვარქმევდეთ მას თუნდაც მშობელმა არასპეციალისტმა რაღაც შეუიარაღებელი თვალით შეუიარაღებელი რაღაც სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე თუნდაც როცა დაინტერესებული რომ დავარეგისტრირო ბავშვი ამა თუ იმ სკოლაში ან გადავიყვანო ბავშვი სკოლიდან სკოლაში რა რომ აღვიქვა ეს კლიმატი სად შეუძლია შეუიარაღებელ თვალს ამ კლიმატის და გულს ამ კლიმატის აღქმა იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა აი განსაკუთრებით იმ არჩევანის გაკეთების დროს თუ რომელ სკოლაში ისწავლის ბავშვი შეუიარაღებელი თვალით უნდა დავაკვირდეთ პირველ რიგში ძალიან მარტივი დაკვირვებით თვითონ მოსწავლეებს. რამდენად უხარიათ სკოლაში წასვლა. თუ ეხალისება და თუ ბედნიერია და რაღაცა თვალანთებული მიდის და გულანთებული სკოლაში, ესე იგი იქ კარგი კლიმატია. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ნიშნულები გქონდეს და ამით გავზომოთ კლიმატი და ყოველთვის ვაკონტროლოთ და გქონდეს ასე ვთქვათ ის შინაარსსაც გულისხმობდეს ეს კლიმატი და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ კულტურის ფაქტორებს და ასე შემდეგ. მაგრამ აი პირველი დიაგნოზი ასე ვთქვათ, აი ძალიან მარტივი რომ ანამნეზს ჩავწვდეთ რომ არის თუ არა აქ პრობლემა ეს არის ბავშვი თუ ბედნიერი მიდის სკოლაში და მე ძალიან მიყვარს როცა კლიმატზე ვსაუბრობთ ძალიან ისეთი ფრაზაა ჩემთვის ძალიან საყვარელი ანიტა ვულფოლკი არის ასეთი ფსიქოლოგი განათლების ფსიქოლოგი რომლის ფრაზაც ხშირად მახსენდება როცა სკოლაზე ვფიქრობ ხოლმე მან ასეთი კითხვა დაგვისვა მკითხველებს რომ რა გახსენდებათ სკოლაზე ფიქრისასო იქ მიღებული ცოდნა თუ იქ განცდილი ემოციები და რა თქმა უნდა სკოლაზე ფიქრისას ეს არ არის რიტორიკული კითხვა მნიშვნელოვანწილად გვახსენდება თორემ ადლიერები ვართ რა თქმა უნდა იმ განათლების რაც მივიღეთ იმ ინტერესთა არეალის გაფართოებისთვისაც რაც თქვა გაგვიფართოვა სკოლამ და მასწავლებელმა მაგრამ პირველი რაც გვახსენდება ეს ემოციურ დონეზე ეს არის სწორედ ის ზღვა ემოციები რასაც იქ ჩვენ
ვიაზრებთ და რითიც ვიტვირთებით, ხო? და აი ამ ნაწილში სწორედ როცა ჯანსაღი არ არის კლიმატი, ეს ემოციაც შესაბამისად არ არის განმავითარებელი და ეს ემოციაც მე არ მადგება. და აი აქ არის ალბათ სწორედ ეს მთავარი წყალგამყოფი, როცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ. აი ალბათ მივადგეთ იმ თემას, რომელსაც მინდა გთხოვოთ, რომ დაუთმოთ აი ეს ძირითადად ჩვენი დარჩენილი დრო ამ პოდკასტის რა აფუჭებს კლიმატს სკოლაში. და მოდი დავუკავშიროთ თქვენს კვლევებსაც. კი ბატონო, კლიმატს სკოლაში ბევრი რამ აფუჭებს სამწუხაროდ, მაგრამ ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის გარემო, სადაც მოსწავლე არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. სადაც მოსწავლე არ არის გალაღებული, სადაც მოსწავლეს არ აქვს საშუალება, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მას დაებადება, დასვას და სადაც მასწავლებელიც არ ქმნის ამგვარ გარემოს მოსწავლისთვის და შესაბამისად ამგვარი არაჯანსაღი გარემო არის ხოლმე ძალიან ხშირად მაპროვოცირებელი ბულინგის ქცევის. ჩვენ ძალიან რაღაცა პერიოდი გვეშინოდა კიდეც ამ სიტყვის, ძალიან ხშირად მასწავლებლებიც ამბობდნენ ხოლმე, რომ უბრალოდ რაღაცა წაკინკლავდნენ მოსწავლეები და ეს ხომ მეტი ვის არ გამოუვლია, მე რა მოხდა, ერთმანეთში დალაგდებიან, ერთმანეთში გაერკვევიან, მაგრამ როცა ბულინგთან გვაქვს საქმე, ერთმანეთში ჩვენი მხარდაჭერის და ჩვენი მცდელობის რო გავაჯანსაღოთ ის კონკრეტული ურთიერთობა ორ თუ სამ მოსწავლეს შორის, გარეშე ისინი თავისთავად კარგად ვერ დალაგდებიან. მადლობა ნატა. კი, მახსენდება უამრავი შემთხვევა. საკუთარი ცხოვრებიდან, სხვა ხო იყო ეს თანაკლასელების თუ პარალელკლასელების თუ სხვა კლასების და ისიც კი მახსენდება, რომ ზოგჯერ წახალისებული იყო. წახალისებული უფროსებისგან არის. წახალისებული უფროსებისგან ყოველდღიურ რეჟიმში არის. ნებისმიერი საინფორმაციო, ახლა მე და თქვენ რომ დავჯდეთ მედიის მკვლევართან ერთად და ნებისმიერი საინფორმაციო რომ ჩავრთოთ, ჩვენ აღმოვაჩენთ როგორი წახალისებულია, აქაც კი ძალადობა და აქაც კი შეფარული ბულინგი ერთმანეთის და ერთმანეთის გარკვეულ განსხვავებებზე აქცენტი და აი ამ განსხვავებებზე უარყოფითად აპელირება. ბულინგი სხვა ხომ არაფერია. უბრალოდ ბავშვებში ამაზე ჩვენ იმიტომ ლაპარაკობთ, რომ ჩვენ უკვე სოციალური უნარები გვაქვს შეძენილი. მე უკვე ვიცი, სად დავზარალდები, საიდან უნდა გავიქცე, სად უნდა გავიყინო თუ როგორც არის ხო სტრესზე რეაგირების მექანიზმები, მე მაქვს გამომუშავებული და პატარებს არ აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ სოციალური უნარები მათ არ აქვთ კარგად განვითარებული, ისინი როგორც წესი უფრო ხშირად ხდებიან ბულერის, მოძალადის სამიზნეები და ხდებიან მსხვერპლი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად გვეშლება რა არის უბრალოდ აგრესიული ქცევა და ბულინგი, ამიტომ ვერ გავდივართ შედეგზე. ჩვენ უნდა ყოველთვის, როცა ბავშვებს შორის დაძაბულობას ვხედავთ, რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. ყურადღება და თან რაც შეიძლება მკაფიოდ. კი ბატონო. იმიტომ რომ მე ალბათ გამკლავების მექანიზმებს უნდა რაც განასხვავებს სწორედ სტანდარტულ ჩვეულებრივ აგრესიულ ქცევას ბულინგის ქცევისგან. ერთი ეს არის რომ უმეტესად ბულინგი ჯგუფური ხასიათისაა. ამ ბულინგის ქცევას თვითმხილველებიც ჰყავს და ეს კიდევ უფრო რთულია მსხვერპლისთვის. მეორე ეს არის რომ ძალიან და უმეტესად არის ძალთა დისბალანსი. ანუ ერთ კონკრეტულ ბულინგის ქცევაში ერთი მოზარდი არის მუდმივად მსხვერპლი და მუდმივად დაჩაგრული. ჩვეულებრივ აგრესიულ ქცევაში და რაღაცა ჩხუბში ხო ხან ერთი მოიგებს, ხან მეორე და აი ესეთი ცალსახა დისბალანსი არ ჩანს და როცა ბულინგზე გვაქვს საუბარი, იქ არის ერთმნიშვნელოვნად ერთი მსხვერპლი და ეს მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ სკოლის სისტემაში, რომ ესე იგი თუ აგრესიული ქცევა არ არის და ბულინგია, ბულინგს ჰყავს მსხვერპლი, ისევე როგორც მოძალადი და ორივე სჭირდება სასწრაფოდ პრევენცია და დახმარება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თავიდანვე ჩვენ კარგად გვქონდეს გაცნობიერებული ბულინგის მახასიათებლები. ეს ორი და მესამე ეს არის დროში ხანგრძლივი ამბავი. სამწუხაროდ ბულინგის ეპიზოდები არის მრავლობითი და ამიტომ არის დრამატულად მტკივნეული მსხვერპლისთვის და ამიტომ როცა ვიაზრებთ აი ამას, რომ მას ჯგუფური ფენომენი აქვს, ანუ თვითმხილველები ჰყავს და ჩვენ ვერაფრით ვეღარ ვილაპარაკებთ შემდეგ ბრტყელ ფრაზებად, თუნდაც გაწერილს. არ ვიცი რომელი ერთი დოკუმენტი ავიღოთ ხო, თუნდაც თქვათ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები თუ ნებისმიერი სხვა, სადაც ძალიან მაღალ ფარდოვნად ვსაუბრობთ ჩვენ როგორი უნდა იყოს სკოლა და სკოლაში კლიმატი, ვერაფერს ვერ მივახცევთ მაშინ, როცა ჯგუფური ფენომენია ბულინგი ვიცით და შესაბამისად მთელ კლიმატს აზარალებს კლასის და შესაბამისად სკოლის. და როცა აი ამ ნიშნულებს ვიაზრებთ, როცა ვართ სკოლის წარმომადგენლები, ხო, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, ვეღარ ვამბობთ ესე ხელაღებით, რომ რა მოხდა, ბავშვები ერთმანეთში გაერკვევიან. ვერ გაერკვევიან, ჩვენი
სწორი ინტერვენციის გარეშე ვერ გაერკვევია. ანუ ინტერვენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, ინტერვენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ინტერვენციას რომ ვამბობთ ბულინგთან მიმართებაში, მაინც უფრო პრევენციას გულისხმობთ. ინტერვენცია არის უკვე რაღაცა რეაქტიული ქმედება, რომელიც რაღაცას უკვე უნდა მოვაყოლოთ, ზომები, რომელსაც უკვე უნდა მივიღოთ და ასეთი ბევრი გვინახავს ქართულ რეალობაში, სულ ცოტა ძალიან მტკინვეული, რომელიც აი დღემდე ღიაჭრილობაა ჩვენი ქართული საზოგადოების, ეს არის ხორავას ქუჩის ტრაგედია, რომელიც ვერ მოვიშუშეთ ჯერ კიდევ, იმიტომ რომ არც არაფერი არ გავაკეთეთ, როგორც სახელმწიფომ თუ როგორც საზოგადოებამ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. მხოლოდ იყო თითის გაშვერა, დასჯაზე ორიენტირება, პირდაპირ ეთერში კომისიის სასწრაფო წესით შექმნილი კომისიის მუშაობის ჩვენება, სადაც ძალიან დამორცხვილი, ძალიან შერცხვენილი და ატუზული სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყურებდით, რომელთა იქ ყურება ჩვენი სრულიადაც არ იყო ჩვენთვის მიზანშეწონილი. მან უნდა სხვანაირად წასულიყო პროცესი და აი ეს თუნდაც ძალიან ტრაგიკული მოვლენა უნდა გამხდარიყო კატალიზატორი იმისა, რომ ქვეყანაში შემქმნილიყო ერთიანი სტრატეგია ბულინგთან ბრძოლის. ჩვენ ისევ სადაც ცეცხლი წაეკიდებათ, იქ წერტილოვნად ისიც ვცდილობთ და რამდენად ვაქრობთ ეს კიდევ კვლევებმა აჩვენონ, ვცდილობთ ამ ცეცხლების ჩაქრობას და ასე ჩვენ უბრალოდ ბავშვებს ვტოვებთ თავისი ბედის ანაბარა. რა გავლენა აქვს ამ ფაქტს, ამ მოვლენას? ამ მოვლენას არა მხოლოდ ზოგადად თქვათ სკოლის შიდა კლიმატზე, არამედ მოდი სკოლის მთავარდანიშნულებაზე, რომელიც არის ერთ-ერთ მთავარდანიშნულებაზე, რომელიც არის ხო აკადემიური მიღწევები, აკადემიური მოსწრება ბავშვების. დრამატული გავლენა აქვს, როცა მე ჯერ ერთი როცა ვარ მსხვერპლი, ცხადია იქ ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე, საერთოდ აღარ არის ლაპარაკი და აქ უბრალოდ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაც კი რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როცა სისტემატურად მსხვერპლია მოზარდი, რა ფსიქოემოციური თუ სომატური პროცესები მიმდინარეობს და ძალიან საშიში პროცესია და მყისიერად უნდა რაღაცნაირად ჩავერიოთ და სპეციალისტების, ფსიქოლოგების თუ ფსიქიატრების დახმარება ვითხოვოთ ამ შემთხვევაში, ამიტომ რა თქმა უნდა მსხვერპლი არის გარიყული აკადემიური პროცესიდან. აკადემიური პროცესიდან არის გარიყული არა მარტო მსხვერპლი, არამედ აი ეს ჯგუფიც, რომელიც არის აი ამ თითო ბულინგის ქცევის თვითმხილველი. იმიტომ არის ეს ჯგუფური ფენომენი, რომ აი იმდენად არ ყევს მთლიანად ჯანსაღ პროცესს, რომ რა თქმა უნდა ვერანაირი აკადემიური მიღწევები კლასის დონეზეც. კლასის დონეზე, მთლიანად კლასის დონეზე. მე აქ შემოდის მასწავლებლის როლიც, იმიტომ რომ მე ის მასწავლებელი ამაზე ცალკე ვისაუბროთ, ხო? ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. მასწავლებელს უნდა ვენდობოდე მე და მე თუ ვერ მიცავს მასწავლებელი ჩემს აი პირდაპირ სასიცოცხლო საჭიროებას რომ გადავრჩე ვერ ხედავს და ისევ შემოდის და მიხსნის რაღაცას ალუდა ქეთელაურს და ვაჟაბშაველას რომლის ფონზეც კიდევ უფრო უნდა ხედავდეს თუ მე ჩაგრული ვარ იქ ხო იმხელა ის არის საერთოდ აი რაღაცა უფსკრული ჩნდება ჩემს ანუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და შემდეგ ეს მასწავლებელი სულ რომ წინვალე პედაგოგი იყოს მე ვეღარაფერს ვეღარ მასწავლებს. ო ერთ-ერთმა წინასტუმარმა ძალიან ისე გააშიშვლა რამდენიმე დიდი სიყალბე რომელიც ახლავს სკოლების საქმიანობას და ერთ-ერთი პრინციპში ესეც გამოდის რა რომ მაღალი ლიტერატურული ხო მორალური სტანდარტებით საუბარი და იქვე ფაქტი რომელიც ფაქტების წყება რომელსაც ხო სხვაგან მივყავართ. რადგან სიყალბე ვახსენეთ, სიყალბესთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე ჩემი უკვე არა როგორც ვთქვათ ფსიქოლოგის, არამედ როგორც მოქალაქის პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, მართლა სიყალბე, რაშიც ვთქვათ დღეს ჩვენი განათლების სისტემა არსებობს და აი მართლა პოტიომკინის ქალაქიო თუ რაღაცა ბევრნაირ ეპითეტებს და შედარებებს რომ ვაკეთებთ, მართლა აქამდე მივდივართ სამწუხაროდ. ორი რამ ჩემი გადმოსახედიდან, რაც აი სასწრაფოდ გასაკეთებელია სკოლებთან მიმართებაში, თქვენი ნებართვით ვიტყვი, რადგან შევეხეთ სიყალბეს ყოველ შემთხვევაში. ორივე თემა თითქოს ცოტა ისე ჟღერს რაღაცა სოციალისტურად, მაგრამ თუ შევალთ შინაარსში, მივხვდებით, რომ პირიქით სწორედ ის არის შესაძლოა, რაც დღეს ჩვენს განათლების სისტემას ჭირდება. ერთი ეს არის უფასო კვება სკოლის მოსწავლეებისთვის და ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა საჯარო სახელმწიფო სკოლებს გულისხმობ.
ცხადია ისიც ვიცით რომ უფასო არაფერი არ არის, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა. შვედეთმა თუ ეს შეძლო, რომ დღეში ერთი ცხელი კერძი დაბალანსებული ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს მიეწოდება. ფინეთი თუ დღემდე 48 წლიდან მოყოლებული აკეთებს ამას. ამას აკეთებს ესტონეთიც, ნაწილობრივ აკეთებს ამას ასევე ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია. მით უფრო უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როცა ვიცით რომ 12% თუ სწორად მახსოვს სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენი მოსახლეობის და როცა პერიოდულად ვეცნობით UNICEF-ის კვლევას მაგალითად, რომელიც თეთრზე შავით გვიწერს, რომ კვირები ისე გადის, რომ ბავშვებს არ აქვთ ხორციანი კერძი და ხორცის პროდუქტები არ აქვთ რაციონში, რაც მათი ძვალსახსროვანი სისტემისთვის თუ მენტალური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? აქედან გამომდინარე, როცა სიყალბეზე ვლაპარაკობთ და ესეც ეგ არის სადღაც, იმდენი რამ არის მოსაგვარებელი, რომ ბულინგამდე ვეღარ მივდივართ. და მერე უკვე ესეც ერთი აი ამ დიდი წრის ნაწილია. და მეორე ასევე რაც ისევ კაი ქართულ რეალობას თუ შევხედავთ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც თუ მოწესრიგ და შემდეგ შეგვიძლია ბულინგზეც ფიქრი, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირი პაზლია, რომელიც უნდა გადაჯაჭვული ერთმანეთზე დამოკიდებული. ჩვენ ვიცით ქართული რეალობა, რომ სამწუხაროდ ოჯახების, გარკვეულ კატეგორიას თავად არ აქვს განათლება, აქვთ აქედან გამომდინარე სირცხვილის, დანაშაულის ერთგვარი გრძნობა, სრულიად შეიძლება ირაციონალურიც და ამიტომ ყოველდღიურ პროცესში ვერ ეხმარებიან ბავშვებს, რომ იმეცადინონ. არის მეორე კატეგორია, რომელიც სამსახურში მუშაობს და ფიზიკურად დრო არ აქვს ამის. ამიტომ აქაც ვფიქრობ სახელმწიფომ აი ეს დისბალანსი რაღაცნაირად უნდა აღმოფხრას და თუნდაც აი გახანგრძლივებული კლასების შესთავაზოს, ხო? მე ძალიან ჯერა ჰუმანისტების და აი აბრაამ მასლოუსი, რომელიც ამბობდა, რომ აი საბაზისო მოთხოვნილებები თუ არ იქნება დაკმაყოფილებული განვითარებაზე ვერ ვილაპარაკებთ, ხო? მე კი მან უარყოდა თქვა, რომ რიგ შემთხვევებშიო განვითარება დგებაო ისე რომ საბაზისო მოთხოვნილებები არ იყოსო, მაგრამ მოდით აი ჩვენ ახალგაზრდა თაობებს მართლა რაღაცა ტორნდაიკის საცდელ კატებად ნუ ვაქცევთ და ვიცოდეთ რას ვაკეთებთ, ხო? იმიტომ სწორედ რომ ამგვარი პრობლემების დროს თავარი რამ იკვეთება ბავშვებს შორის სხვაობა და აი ეს სხვაობა, განსხვავებულობა ყველა კვლევა შემდგომ უკვე ბულინგის გვეუბნება, რომ განსხვავებულობაა მთავარი, რასაც იჭერს პოტენციური მოძალადე და ამ განსხვავებაზე აკეთებს აქცენტს. და აი ეს განსხვავებებს უნდა ებრძოლოს და შესაბამისად მთავარი მიზანი ყველა სკოლის უნდა იყოს, რომ ინდივიდუალური საჭიროებები გააცნობიეროს და უპასუხოს ინდივიდუალურ საჭიროებებს მოსწავლეების და ამით ერთგვარად ბულინგის პრევენციასაც მოვახდენთ. ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია. ნატა, მოდი ახლა დაუბრუნდეთ ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის და ესენი შემოვინახოთ თან, იმიტომ რომ ჩვენ მერე მოგვიწევს ეს გამოსავლების და გადაწყვეტების შესახებ. როგორც სისტემური, ისე შეიძლება სკოლის დონეზე, კლასის დონეზე, ოჯახის დონეზე. ცოტა მოვიტოვოთ ეს და ბოლოსკენ ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს. ახლა დაუბრუნდეთ იდენტიფიცირება, თქვათ ერთხელაც რო ვთქვათ თუ არის შესაძლებელი. ბევრჯერ ვთქვათ იმდენად მნიშვნელოვანია. მართლა იმდენად მნიშვნელოვანია. კი ბატონო. მართლა იმდენად დიდია გავლენა ამ მოვლენის. რომ ჯობს კარგად გვესმოდეს რა არის ეს ნიშნები, ხო, იდენტიფიცირების მინიშნებელი ფაქტორები ვიცოდეთ და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე რა შეგვიძლია გავაკეთოთ პრევენციის გარდა. კი ბატონო, ასე ვთქვათ ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არ უნდა გამოეპაროს მშობელს, არ უნდა გამოეპაროს მასწავლებელს, არ უნდა გამოეპაროს, რა ვიცი, სახელმწიფოს თუნდაც, ხო? ესე რომ ძალიან ვიწროდან გავფართოვდეთ. ჯერ ოჯახს რაზე უნდა ეჭიროს თვალი, ასე ვთქვათ. დავიწყოთ ოჯახით კი. პირველი არის ხასიათის ცვლილება. ჩვენ ძალიან ხშირად საკუთარი გამოცდილებით თუ დღეს უკვე ცნობიერების ამაღლებით, ახლა დღე არ გავა რომ ჩავრთოთ ტელევიზორი, რომელიღაც არხზე გველაპარაკებიან თინეიჯერების რთულ ხასიათზე. და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად, როცა ბავშვის ხასიათის ესეთ უეცარ ცვლილებას აღმოვაჩენთ, ჩვენ ვაბრალებთ იმას, რომ აი შეაბიჯა თინეიჯერობის ხანაში და გაუფუჭდება ახლა ხასიათი აბა რა იქნება. და შეიძლება აი ამგვარმა რაღაცა სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ აი ეს მთავარი გამოგვატოვებინოს და აი ის მართლა თუ პრობლემა აქვს რაღაცა, მოზარდს უბრალოდ დროში გვიან აღმოგვაჩენინოს. ამიტომ ნუ ვიქნებით ესე გარკვეულწილად სირაქლემას პოზიციაში და იმ პოზიციაში რომ არაუშავს ახლა ამას თინეიჯერობის ხანა აქვს და მერე რა, თუ კი შევამჩნიეთ რომ ხასიათის დრამატული ცვლილებაა. როგორი ინდივიდუალური კლიმატის შეცვლა. ხო, აი ინდივიდუალური და ამას ვამჩნევთ
ამას ვამჩნევთ სახლში ურთიერთობისას. თუ ვთქვათ შინ ურთიერთობაში იცვლება ადამიანი. ხო, აქვე მანამდე ის უნდა ვთქვათ, რომ შვილებთან გვესმის, რომ ყველანი დაკავებულები ვართ, მაგრამ ურთიერთობა უნდა გქონდეს, ხო? სამწუხარო რეალობა მისიც მოიტანა, რომ ისე გადის 24 საათი, რომ შეიძლება დედამ ვერც შეხედოს თვალებში ბავშვს, მაგრამ ამისთვის უნდა გამოვნახოთ დრო, იმიტომ რომ შემდეგ არ დადგეს ისეთი შედეგი, რომელიც მთელი ცხოვრება გვექნება სანანებელი და ეს შედეგიც აი ძალიან ყურის ძირშია თითქოს, ხო? იმიტომ რომ თუ არ ვიქნებით ფრთხილად და გაფაციცებულები. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ გამოგვეპაროს აი ეს პირველადი უხასიათობა მაგალითად. პირველადი უხასიათობა. შევამჩნიეთ, რომ მომღიმარი ბავშვი, რაღაცა კომუნიკაციაზე ორიენტირებული ბავშვი უცებ მოიღუშა, აღარ გველაპარაკება, კითხვებზე, ძალიან 1-2 წინადადებას მაქსიმუმ თუ გადმოგვიგდებს და დაგვანებებს თავს, შეიხურავს ოთახში კარებს და არის თავისთვის, ეს ერთი სიგნალია. მეორე, კვებაში თუ შევამჩნიეთ დრამატული ცვლილება, რომ თქვათ უმადობა აქვს, ან აღარ ჭამს ჩვენთან ერთად, ესეც მნიშვნელოვანია, ხო? აი რა მოუვიდა. უძილობაც, რა თქმა უნდა, არის სიმპტომი და აი ამ ყველაფრის კომბინაციამ უკვე უნდა გვაფიქრებინოს, რომ მართლაც რაღაცაში ხომ არ არის საქმე. თუ დავეჭდებით ამაზე დაკავებულ მშობლებს, ამასაც ვურჩევთ ხოლმე, რომ დღიური აწარმოე. მე შეიძლება დღეს ახლა მართლა დაღლილი რომ მივალ სახლში, ხვალ არც გამახსენდეს გუშინ ბავშვთან რა ინტერაქცია მქონდა. შემოვიდა კონტაქტში, არ შემოვიდა, მაგრამ თუ დავწერ ღამე, ვაი დღეს უხასიათოდ იყო. ხვალაც თუ იგივეს დავწერ, ზეგაც და ერთი კვირის თავზე აღმოვაჩინო, რომ ჩემი შვილი, რომელიც ადრე სულ არ იყო ასეთი, უცებ დრამატულად უხასიათოდ არის ერთი კვირა. ესე იგი რაღაცაშია საქმე. მე ვიწყებთ მასთან საუბარს და მასთან დიალოგს. არა ფრაზებით რომ აბა რა ხდებოდა სკოლაში, იმიტომ რა ხდებოდა სკოლაში და რა ხდებოდა სამსახურში, პასუხია არაფერი, ხო? იქნებ ცოტა სხვაგვარად ვცადოთ. იქნებ ჩვენ მოუყვეთ, რომ აი მე ძალიან ცუდად მომექცა კოლეგა, ან განცდა მაქვს რომ ცუდად მომექცა, ან დავიღალე სამსახურში, რომ თვითონაც იქნება ისე წამოვიყვანოთ ლაპარაკზე. მოკლედ ლაპარაკი, საუბარი და მოსმენა არის უალტერნატივო. ბავშვებს არა აქვთ იმდენად გავარჯიშებული და დიდებსაც არ აქვს. ეხლა თუ ვიღაცა ძალიან ყურადღებით მოგვიდგა და ძალიან უნდა რომ ჩვენ გავეხსნათ ბოლო-ბოლო მართლაც ამას მიაღწევს, ხო? და მით უფრო ბავშვი მშობელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებაზე და ჩვენს დამოკიდებულებაზეა ყველაფერი აგებული. და თუ აღმოვაჩინეთ, რომ მართლაც მას რაღაცა აღელვებს, რაღაცა ანერვიულებს, არ უნდა იყოს პასუხი, მერე რა ვის მეც გამომივლია. მერე რა მისთვის არ არის მერე რა. ჩემთვის 40 წლის ქალისთვის კი არის მერე რა, ბევრი რაღაცა, მაგრამ 15 წლისთვის და 12 წლის ბავშვისთვის, რომელიც აი ამ დიდი შეშინებული თვალებით უყურებს იმ მერერას, რომელზედაც თვითონაც იტყვის წლების მერე, რომ დიდი არც არაფერი იყო, ჩვენ არ უნდა ვუთხრათ, რომ ეს არც არაფერი არ არის, ხო? აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცა დეტალებისგან სახლში იქმნება ის ჯანსაღი კლიმატი, როცა ბავშვი გვენდობა. ამის შემდეგ უკვე არის სკოლა, რა თქმა უნდა, და სკოლაში დიდი დოზით შემოდის უკვე მასწავლებლის როლი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გავარჯიშებული თვალი, თუ რა ხდება ჩემ კლასში. აი ეს უნდა იცოდეს მიტრიალებული როა და დაფაზეს რო წერს, მაშინაც კარგი მასწავლებელი გრძნობს, ხო? და მეთანხმებით რა ხდება მის ზურგს უკან. რამდენჯერ ყოფილა ახლა ჩვენი ბავშვობაც რო გავიხსენოთ, რომ სულ არ მოუხედია მასწავლებელს, ისე ცოდნია, ვინ ვის გადაულაპარაკა და რა გააკეთა. ხო, ეს არის სწორედ ოსტატობა მასწავლებლის და აქედან გამომდინარე, მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს ამგვარად გავარჯიშებული თვალი და რატომ? არ უნდა ეშინოდეს დასჯის. დღეს მთელი სისტემა ამაზეა აგებული, რომ ჩემი სკოლის წითელ ხაზებში მოხდა ამბავი თუ სკოლის გარეთ და როგორც კი აღმოვაჩენთ, რომ სკოლის გარეთ იყო პრობლემა, მაშინვე ამოისუნთქავს ხოლმე მთელი სკოლაც და სისტემაც და ამბობთ, რომ ჩვენგან შორს იყო და გარეთაც ხო ჩვენი შვილია და გარეთაც ხო ჩვენ ვართ პასუხისმგებლები უფროსები, აბა ვინ, ხო? ამიტომ აი ეს ამრიდებლური პასუხისმგებლობის ქცევა კი არ უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს, თუმცა მე მესმის და გვესმის რატომ აქვთ, იმიტომ რომ დასჯაზეა ორიენტირებული მთლიანად სისტემა, ხო, რომ ვინმეს რაღაცა არ დაემართოს და მოქმების წერაზე. არამედ პირიქით აღმოჩენაზე, აღმოჩენით უნდა ასე ვთქვათ, ბწყალებში ჯილდოვდებოდეს მასწავლებელი, რომ რაღაცას მიაგნო, რაც შეიძლება არ იყოს ჯანსაღი სკოლაში და მერე უკვე მთლიანად სკოლა ერთვებოდეს. აი ამ მიდგომაზე როცა ვლაპარაკობ, ძალიან კარგია, 딘 ოლვეუსი იყო ასეთი ბულინგის პირველი მკვლევარი, რომელმაც 5 საფეხურიანი სისტემა შემოგთავაზა ბულინგის პრევენციის და ეს დიდი ადამიანიც ამბობდა, რომ პრევენციაა მთავარი და ცეცხლის ჩაქრობა გავიგეთ, მაგრამ ეგ რაღაცა ყოველდღიურ რეჟიმში დავტოვოთ, მთავარია პრევენცია და პრევენცია იწყებოდა სწორედ ასე, რომ ჯერ მთლიანად სკოლა ქმნის დოკუმენტს.
ჩვენ ვქმნით დოკუმენტს, საიდანღაც ესტონეთიდან კი არ ვთარგმნით და რაღაცა ლიტვური განათლების რეფორმა კი არ მოგწონს და იმიტომ კი არ გადმოგვაქვს, არამედ არა. ჩვენ ვქმნით აი ამ დოკუმენტს გაზიარებულია მთლიანად სასკოლო საზოგადოების მიერ, რას ეწოდება ბულინგი, რა შემთხვევაში რას ვაკეთებთ, პრევენციის გზები რა არის. ანუ თუ სწორად გავიგენათ და ცალკე ბულინგის თემაზე დიახ. დამოუკიდებელი სპეციალური დოკუმენტი იქნება, სასურველია, ასე შეიქმნას, რომელიც ჯერ ერთი განმარტებასაც მაძლევს. მე რა არის ბულინგის ფორმებზე მელაპარაკება, იმიტომ რომ მაინც თან ეხა ყოველდღიურ მეტყველებაში რომ შემოვიდა ეს სიტყვა, ჩვენ სხვადასხვანაირ კონოტაციას ვხვდებთ ამ სიტყვაში. ხო, ეხა დღეს ქუჩაშიც რომ გავალთ, ერთი მეორეს ეტყვის, ნუ მაბულინგებ. პოლიტიკოსები გვეუბნებიან რომ გვაბულინგებენო. ძალიან ისეთ ხო, ყოფით ენაში ძალიან ფართოდ. ყოფით ენაში შემოვიდა და აქედან გამომდინარე ჩვენც გვიჭირს აი ამ ზუსტი სამეცნიერო განმარტების გაგება. ყოველდღიურ ენაში შემოტანას კარგიც აქვს ის, რომ ნუ ეს ტერმინი მკვიდრდება და მნიშვნელოვანია, მაგრამ ცუდი ეს აქვს, რომ ძალიან ზედაპირული აღქმა შეიძლება გაგვიხდეს ბულინგის, რომელიც ძალიან დრამატული და ტრაგიკულია. გადღვიბოს მისი ნამდვილი სახე. ხო, მისი ნამდვილი არსებითი სახე ძალიან გაითქვიფოს, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდესო, ნუ always ამას გვთავაზობს და შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა ჩვენც გავითვალისწინოთ გარკვეული ნაწილები მაინც რომ არსებობდეს ერთი დოკუმენტი გაზიარებული მთლიანად სასკოლო თემის თუ საზოგადოების მიერ. ამის შემდეგ უკვე რას ვაკეთებთ სკოლაში, კლასში კონკრეტულად და კლასში ვაკეთებთ მაგალითად როლურ თამაშებს. აღმოჩნდა და ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ბულერებს, ანუ მოძალადეებს ძალიან უჭირთ ემპათიის ნაწილში. ემოციური, კოგნიტური ემპათია აქვთ, ანუ მათ იციან, რომ სხვას ცუდად ექცევიან, მაგრამ ემოციურად ვერ გრძნობენ, თუ როგორ ცუდად იქცევიან. აქედან გამომდინარე, აი როლური თამაშებით ჩვენ მათაც ვაცნობიერებინებთ პოტენციურ მოძალადეებს, რომ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას და რაც თავარია მსხვერპლს ვაძლიერებთ. ვაძლიერებთ ასეთი როლური თამაშებით, მაგალითად, რომ ვეუბნებით, რომ შენ რომ თქვათ დღეს შენი მოტანილი წიგნები კლასელმა დაგიხიოს ან დაგიმალოს, რას აკეთებ? და ის იწყებს აი ამ გამოგონილ ამბავში რეაგირებას და თავის გამოძრომის ჰიპოთეტურ მცდელობას. ხო, რა სტრატეგიების მოშორებით. ხო, ზუსტად ეს არის. წარმოსახვით სტრატეგიებს. გათამაშების დროს პრინციპში უკვე რეალურად მოსინჯვასაც. მოსინჯვასაც ცდილობს და თან აი თქვა თუ მეცახელი შეგარქვეს, რომელიც ჩვენთვის დამაკნინებელია, რას აკეთებ და ის იწყებს უკვე ფიქს ამაზე, რას აკეთებს და თუ რეალურ ცხოვრებაშიც აღმოაჩნდა მას ასეთი რეალობა დაუდგა, მას უკვე აი ეს წარმოსახვითი სტრატეგიები ეხმარება. ასე ვაძლიერებთ პოტენციურ მსხვერპლს. და ამის შემდეგ მნიშვნელოვანია კიდევ რომ მთლიანად საზოგადოებაც იყოს ამაში ჩართული და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოდ გვთავაზობენ სპეციალისტები, მაგალითად სკოლაში რომ არსებობდეს ანტიბულინგის გარკვეული საბჭო, რომელიც შეიძლება სემესტრში ერთხელ შეიკრიბოს, მაგრამ მასში იყოს ცნობილი ადამიანიც. აი იმ სკოლა დამთავრებული ცნობილი ადამიანიც, რომელიც ყველა ჯერზე სკოლაში მივა, გარკვეულ ღონისძიებებს დაესწრება და იტყვის, რომ ხო, ეს არ ვარგა, ბულინგი ცუდია, მოდი ერთად ვიზრუნოთ და ერთგვარი ასეთი პრევენციული ხასიათი ექნება უკვე იმ სკოლა დამთავრებულ ადამიანებსაც გაუჩნდებათ ეს განცდა იმისა, რომ ისინიც რაღაცა კარგ საქმეში იღებენ ამ სკოლის შიგნით მონაწილეობას და თან ბულინგს ებრძვიან. და ეს რამდენიმე საფეხურია, რომელიც საფეხურების გავლითაც ჩვენ შეგვიძლია მართლაც ქმედითი პრევენციული მექანიზმები შევიმუშაოთ სკოლაში. ყოველ შემთხვევაში მე იცით რა განცდა მინდა ჩვენი დღევანდელი საუბრიდან მსმენელს დარჩეს, რომ ჩვენ ჯუნგლებში გაუგებარ მტერს არ ვებრძვით. ჩვენ არ ვებრძვით რაღაცა ზომბებს, რომელიც ახლა აღდგნენ მკვდრეთით და არ ვიცით როგორი ხასიათის არიან. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმას, რა გზად ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიარა, წარმატებით გამოიარა. ჩვენც ხა ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველა როდის წერდა, ხო, რომ კაი ყმავის ქვიაო და სწორედ ჩაგრულის დახმარებაზე, მარტო ვაჟა-ფშაველა არა, რამხელაა ჩვენი ლიტერატურა, რომ შეგვიძლია იქიდანაც მაგალითები მოვიყვანოთ, ხო? თქო უნდა შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება მზად არის ისევ ჩვენი წინა საუბარი გამახსენდა წიგნიერების არ იყოს, რომ წიგნიერებასთან მიმართებაშიც მზაობა გვაქვს იმის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, უბრალოდ რაღაცა თავის მობმა აქვს საჭირო. ასევეა ბულინგთან მიმართებაშიც. ჩვენ შეგვიძლია ბულინგის საწინააღმდეგო წიგნიერებაზეც ვილაპარაკოთ ალბათ, ხო? ესე იგი, მიგივე თუნდაც სწორი განმარტების ცოდნა. ზუსტად. კი, ძალიან ბევრი ტექსტების მოშველიება. ხო. თუნდაც იმ სტრატეგიის დოკუმენტი თავისთავად, ხო, ისიც ციგნიერების თუ გაწერილ დოკუმენტზე ვსაუბრობთ, იქაც ხო, იქაც მონაწილეობს ეს. ხო, აქედან გამომდინარე, თავარი არის ნება, თავარი არის რომ ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ
ბულინგი 21 საუკუნის პრობლემაა. როგორც არ უნდა ვიძახოთ, რომ უსაფრთხო სკოლის კონცეფცია შევიმუშავოთ და ყველაფერი კარგად იქნება, ვერ იქნება, სანამ ჩვენ არ დავინახავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს და მისი გადაჭრის გრძელვადიან გეგმას არ შევიმუშავებთ. ძალიან ბევრ სკოლაში მივდივარ ხოლმე ბულინგთან ბრძოლის კვირეულს, რომლებიც აკეთებენ, მაგრამ ესე წელიწადში ერთხელ რაღაცა ღონისძიება არ არის ქმნილი. ხოჭოს მინდოდა მეკითხა საქართველოში თუ შეხვედრი ხართ რაღაცეთ წარმატებულ გამოცდილებებს. საქართველოში, კერძო სკოლებს აქვთ ამის რესურსი და რა თქმა უნდა, უფრო ცდილობენ, რომ ამ თვალსაზრისით წინ წავიდნენ და ნამდვილად მისასალმებელია. რაც შეეხება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებს, აქ არის ხოლმე მხოლოდ დირექტორების კეთილგონიერებაზე და მასწავლებლების სურვილზე დამოკიდებული. ბევრ სკოლაში ვყოფილ ვარ, სადაც ქონიათ ეს სურვილი, რომ მოდი დავწეროთ დოკუმენტი, მოდი რაღაცა გრძელვადიანი სტრატეგია შევიმუშაოთ და ესეც მათი სრულიად ესეთი ყოველგვარი დამატებითი სახსრების გარეშე მათი ნება ხოლმე ასეთი და ძალიან მიხარია როცა ამას აღმოვაჩენ და რამდენიმე სკოლა ამ თვალსაზრისით არის წინ, რაც ახლა მე საჯარო სკოლები ვიცი და ძალიან მეამაყება, მაგრამ როცა 2095 სკოლაზე ვსაუბრობთ, როცა 65,000 პედაგოგზე ვლაპარაკობთ საჯარო ნაწილში, აქ ესე თითოეული მასწავლებლის თუ დირექტორის იმედად ვერ ვიქნებით. ნატა, ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა, კიბერბულინგი, ხო, შედარებით ახალი თემა. კიბერბულინგი დღეს რეალურად კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს გვიხსნის ვიდრე სტანდარტული ბულინგი და რატომ? სტანდარტული ბულინგი არის დროში ლიმიტირებული. მე მსხვერპლმა ვიცი, რომ სკოლაში რომ მივალ, თქვა 9 საათზე დაიწყება ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი, რომელიც დამთავრდება 2-ზე, 3-ზე ან 4-ზე. კიბერბულინგის შემთხვევაში ანუ დროში შემოსაზღვრულია, კიბერბულინგთან ასე არის. დროში, ხო, შემოსაზღვრულია, კიბერბულინგში არა გვაქვს დრო, არა გვაქვს. ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერ დროს ის მაინც სადღაც გაიზუზუნოს სმარტფონმა და იქ 24 საათია. ხო, კი. მე კიდევ ამბობთ, რომ სტანდარტული ბულინგი არის მაინც რამდენიმე შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, რომ კიბერბულინგი დავარქვათ, ხო? რამდენჯერ მე უნდა დამჩაგროს ამ კონკრეტულმა მოძალადემ, რომ მე ვიყო აი ამ ბულინგის მსხვერპლი. და კიბერბულინგში ესეც არ გვაქვს. შეიძლება ერთხელ გაისროლონ, ერთხელ დადონ რაღაცა დამაკნინებელი შეურაცხყოფელი ჩემი, ან ჩემი ფოტო თუ რაღაცა ნებისმიერი მეთოდით, ასე ვთქვათ, განახორციელონ ბულინგი და ესეც მუდმივად სულ იარსებებს, ხო? ანუ გაცილებით უფრო მარტივი იარაღია კიბერსივრცე მოძალადის ხელში. და აი ეს უნდა გვახსოვდეს და მით უფრო უნდა გვახსოვდეს, როცა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვერანაირად ინტერნეტ სივრცეს. მოზარდები იქ რას აკეთებენ, იქ რა რესურსებს ეძებენ, რა ვებგვერდებზე შედიან, რა დიალოგებში შედიან და ვინ დგას მას რო ადამიანი ელაპარაკება, ის მართლაც 12 და 13 წლის მისი თანატოლია თუ ზრდასრული ადამიანი, ჩვენ ხო ეს არაფერი არ ვიცით. და აქაც აი ესე ბედის ანაბარა ყავს ბავშვები, იმიტომ რომ ამასაც ჩვენ ისე ვერ ვაკონტროლებთ და იმდენ რესურს ვერ ვხარჯავთ ცნობიერების ამაღლებაში, მოსწავლეების, რასაც უნდა ვაკეთოთ. რასაც ვიცით, რომ შეიძლება მოხოს უკიდურესად არასასურველი ამბები. კი, რა ვიცი, სამწუხაროდ ვიცით ძალიან ბევრი სახელები და გვარები ვიცით იმ ბავშვების, რომლებიც ესე გაგვისხლდნენ ხელიდან და ტრაგიკულად დაასრულეს ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ ვერ მივადევნეთ თვალი. თუმცა, ბატონო პატა, მე ესეც აღმოჩნდება ხოლმე, რომ მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის არ იყოს, რომ უკან რო გავყვებით ნაკვალევს. ბევრგან იყო ის სიგნალი, რაც ჩვენ უნდა შეგვამჩნია, მაგრამ ვერ შევამჩნიეთ. ამიტომ ხო ეს მომართულობა სიგნალების მიმართ. სიგნალების მიმართ მომართულობა და ისევ რაღაცა მანტრასავით ვიმეორებ ხოლმე, რომ ეს თუ არ იქნა ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი. და ამის მაქსიმალური განზოგადება მასშტაბის მიცემა ამ თემისთვის და სპეციალური ხო ესე იგი მარეგულირებელი რაღაც მექანიზმებით მარეგულირებელი მექანიზმები, ცნობიერების ამაღლება, ბავშვს რო ხელში აქვს სმარტფონი, ამის უკან რა საშიშროებები დგას, რომ ეს მშობლებს კონდეთ კარგად გააცნობიერებენ. გასაკონტროლებელი, მაკონტროლებელი მექანიზმებიც არსებობს დღესდღეობით და ესენიც რომ აუხსნათ ვთქვათ მშობლებს, ხო ყველა არ არის ესე ვთქვათ გათვითცნობიერებული ტექნიკაში მშობელი, მაგრამ აქაც აი გარკვეული თუნდაც აი მშობელთა კლუბი უნდა არსებობდეს თუ რაღაცა თვალსაზრისით ეს უნდა დაისვას მოკლედ პრიორიტეტულ საკითხად ქვეყანაში და მე ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მგონია რომ ნებისმიერ პრობლემას ეშველება თუ
თუ არის ამ პრობლემის ჯერ იდენტიფიცირების სურვილი და შემდგომ სწორი თანმიმდევრული ძალიან დიდი მადლობა რომ კარგი სკოლის ასეთ მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბრეთ ჩვენ დღეს. ესე იგი მადლობა რომ დაინტერესდით. ძალიან მოკლე ესეთ შემაჯამებელი რამდენიმე ფრაზით ხომ არ ვთქვით, ესე კარგია სკოლა, რომელშიც აცნობიერებენ კარგია სკოლა, რომელშიაც აცნობიერებენ მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს. კარგია სკოლა, რომელიც ინდივიდუალიზმს ახალისებს მოსწავლეების. კარგია სკოლა, სადაც პედაგოგის მთავარი მიზანი არის თვალსაჩინოს გაფართოება მოსწავლისთვის და კარგია სკოლა, სადაც მოსწავლეს არ ეშინია კითხვის დასმის, არამედ პირიქით. პირიქით, რაც უფრო მეტი კითხვა ებადება და იღებს პასუხს, კიდევ უფრო მეტი კითხვებით ბრუნდება სახლში. ხო და ეს კითხვების გენერირების და სადაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი და სადაც თან კონკრეტული მექანიზმებით, სრულიად კონკრეტული მექანიზმებით, არა სიტყვა და არა სადღერძელო და არა ხო ესე სადღაც ანგარიში რაღაცის მოსანიშნად, არამედ ნამდვილი ქმედითი სტრატეგიებით და მექანიზმებით. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უკან უნდა იდგეს მაშინ თუ ესე წავალთ ყველა სკოლაში უნდა იყოს შტატი ფსიქოლოგის, რაც ასევე 21 საუკუნის გამოწვევა. ძალიან მომეწონა ახლა ეს ერთი სვლა ბოლოსკენ თან თავი რომ მოვუყართ ფსიქოლოგია სკოლაში, მოდი ასე შევხედოთ რა. ერთგვარი ესეთი დამასრულებელი თემა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ახლა ამის გარეშე, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, მეტწილად და ძირითადად ფსიქოლოგიის დარგებში დაგროვილი ცოდნის ხო ნაყოფია ამის რეალურ კონტექსტში გადმოტანის მცდელობაა და ის რეკომენდაციებიც ალბათ ჩემი ნახეთ ესეთი თემით რომ დავამთავროთ ფსიქოლოგია სკოლაში. ჩვენ საზოგადოებაში არის ეს სტერეოტიპი, რაც ჩარჩოებში ჩასმული, რაღაც მუქ ჩარჩოში ჩასმული სურათი, რომ ესე იგი ფსიქოლოგს ვერიდებით, ფსიქოლოგია და ფსიქოლოგი არის ის რაც რაღაც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გახდეს გასააქტიურებელი, საბედნიეროდ იცვლება სურათი. საბედნიეროდ იცვლება სურათი და როგორ შეგვიძლია აი ბოლო 10 წლებში აი ეს დიდი მასივი ცოდნის რომელიც ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიის დარგებში დაგროვდა, არა მხოლოდ განათლების ფსიქოლოგიას გულისხმობ, ახლა მე კიდევ გაცილებით უფრო მეტსაც გულისხმობ, რომ იყოს არა მხოლოდ თქვა სპეციალური საჭიროებების ან სპეციალური რაღაც ჩარევის და საკორექციო ქმედებების ზომების ესე იგი ველში იყოს აქტუალური. არამედ გაცილებით უფრო დიდი როლი შეასრულოს და დიდი წონა და გავლენა ჰქონდეს სკოლის ყოველდღიურობაზე. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში ჩემი და ყველა ფსიქოლოგის საოცნებო კითხვა და საოცნებო თემა, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები ვნახოთ. ეს ჩვენ არ მოგვიგონია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს ამას, რომ 21 საუკუნის ნომერ პირველი გამოწვევა ეს არის მენტალური ჯანმრთელობა, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანების. შესაბამისად, სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოსწავლეები იყრიან თავს. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მოსწავლეებს წლიდან წლამდე და ამაზეც კვლევები არსებობს ძალიან ბევრი, სოციალური უნარების პრობლემა აქვთ. აი კოვიდმა თითქოს აი გარდატეხა, უარყოფითი თვალსაზრისით გარდატეხა შემოიტანა ამ თვალსაზრისით, რომ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარება ძალიან უჭირთ. შესაბამისად, ფსიქოლოგია არის ცხოვრება, ფსიქოლოგია არის ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაცია და ჩვენი და ჩემი როგორც ფიქრების, ასევე ემოციების ახსნის საუკეთესო გზა. სწორედ ამიტომ იდეალურ საქართველოში რა უნდა მომხდარიყო და მოხდეს ის, რომ ყველა სკოლაში ფსიქოლოგია ისწავლებოდეს, თუნდაც არჩევითად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოსწავლე ამას თქვენ ახლა ამბობთ ისწავლებოდეს როგორც თემა, როგორც დისციპლინა, როგორც საგანი, როგორც
დიახ. ანუ კონდეს თავისი შინაარსი, უზრუნველყოფილი იყოს ეს თავის. კი, აი ძალიან აქ ვსაუბრობ ფსიქოლოგიის არსებობა სკოლაში, როგორც შტატი არსებობს. აი ყველაფერზე ვისაუბროთ, რომ მთლიანად შეიკრას ეს სურათი, ხო, ერთი დიდი კოლგის ქვეშ ფსიქოლოგია. ხო, აი შეგვიძლია ეს მოვიდგინოთ, რომ ეს არის ერთი დიდი კოლგა ფსიქოლოგია სკოლაში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს. ერთია, რაც ბრძანეთ და რაც, გარდაუვალია, რომ სკოლაში ფსიქოლოგი უნდა იყოს. როგორც ექიმია სკოლაში, იმიტომ რომ მე თუ დავიცი, მე მჭირდება რომ დამაკრას რაღაცა გადამიხვიოს ბინტით, ასევეა რომ მე თუ ემოციურად დავეცი, მე მჭირდება იქვე ფსიქოლოგი, რაც სამწუხაროდ დღეს არ არის ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ სკოლაში ფსიქოლოგი არსებობს, მეორე არის რომ მოსწავლეებს ვასწავლით ფსიქოლოგიას, მოსწავლეებს ვასწავლით ემოციების აღმოჩენას, მოსწავლეებს ვასწავლით იმას, რომ მე რომ ემოცია მაქვს და მე რომ ემოციას გამოვხატავ, ეს ჩვეულებრივი რამ არის. ბიჭსაც აქვს ემოცია, გოგონასაც აქვს ემოცია. ხა ძალიან თუ ჩავუღრმავდებით, ესე გამჭოლ კომპეტენციებად სადღაც აღმოვაჩენთ საგნებში, ხო? მე და საზოგადოებაში, სამოქალაქო განათლებაში გარკვეული ძალიან ცივი. დიახ, ეს უნდა ვთქვათ მათთვის, ვინც შეიძლება ეწინააღმდეგება ამას და არგუმენტად მოაქვს ის, რომ იშველებს იმას, რომ იცით რა ხომ არის ეს სხვა საგანში განთესილი ხდება ამ საგანშიც, იმ საგანშიც. მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ რაღაც უფრო მეტზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. წალსახად, ეს არ არის საკმარისი, ეს არის ზღვაში წვეთი იმ თანამედროვე ბავშვისთვის და თანამედროვე მოზარდისთვის, რომელ თანამედროვე მოზარდზეც ვსაუბრობ. ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი მშობლებიც კი მეუბნებიან, რომ აი რაღაცებს ჩვენ ხო არ გვასწავლიდნენ და რა საჭიროა, რომ ეხა ბავშვებს ავუხსნათ. იმიტომ არ გასწავლიდნენ, რომ მაშინ საჭირო არ იყო. იმიტომ რომ აი ეს ბჭყალებში პროგრესის განმაპირობებელიც, მაგრამ მეორე სხვა ბჭყალებში ატომური იარაღი, რასაც ქვია ინტერნეტი ჯიბეში, მათ არ ედოთ. და მათ მშობლები როგორ გარემოსაც და კლიმატსაც უქმნიდნენ, ისეთში ცხოვრობდნენ, ხო? დღეს ბავშვებს მეტი დაცვა სჭირდებათ და დაცვას ერთადერთი შევძლებთ იმით, თუ მათ შევაიარაღებთ. მეტი ჩარჩო ზღუდავდა ალბათ. მაშინ, რა თქმა უნდა. ყალბი თუ ნამდვილი ჩარჩოებით ვიყავით საკმაოდ, ხო, ჩვენი ქცევები საკმაოდ რაღაც ესეთ იმაში იყო ჩარჩოებში ჩასმული და დღეს როცა ინდივიდუალიზაცია, ხო, ასეთი სიჩქარით მიდის წინ, ასეთი აქსელერირებულია. ზუსტად. და ხო, დიაპაზონი ქცევის არის ასეთი გაფართოვებული. ბავშვებს სჭირდებათ. ჩარჩოში ვეღარ ჩავსვავთ ამ თაობას, ამიტომ საბედნიეროდ და ამიტომ აუცილებელია მათი ინფორმირება. მათი ინფორმირება საკუთარი ემოციების, საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ. ხო, ფსიქოლოგია ძალიან ფართო სფეროა, რომელში გარკვევაც ეხმარება მოზარდს. და კიდევ ერთი, ჩემმა ფსიქოთერაპიულმა პრაქტიკამ მაჩვენა ძალიან ცხადად, რომ ხშირად ფსიქოთერაპიულ სესიაზე მოდის პაციენტი, მაშინ როცა მას უბრალოდ წვდომა არ აქვს განათლებაზე. როგორც კი მოდის და აი რაღაცებს ალაგებს თავისი. თვითონ ალაგებს თან, ხო, აქ ხო ჩვენ არა ვართ არაფრის რაღაცა ჯადოსნური ჯოხი ხო არა აქ თერაპევტს. თვითონ ერკვევა რაღაცებში და მიდის. იმიტომ რომ ის სიმპტომი, რომელიც მას აწუხებდა, ლაგდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფსიქოლოგიაში გავარკვიოთ ბავშვები, რომ მათი ყოველდღიურობა გავხადოთ გაცილებით უფრო უსაფრთხო და უფრო ემოციურად დაბალანსებული. ეს ძალიან სერიოზული და გაბედული მგონია, რომ ნაბიჯი იქნება თუნდაც ცალკეული სკოლის დონეზე პილოტირებას. საპილოტეთ. ვინც აკეთებს უკვე ან ახლა ცდილობს და თქვა ყოყმანობს, მგონია, რომ მივცეთ მათ ესეთ პოზიტიური ბიძგი, რომ შეასხან ხორცი ამას. და ამით რო დავასრულოთ ფსიქოლოგსა და მასწავლებელს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას რა სიკეთის მოტანა შეუძლია. პირველ რიგში ბავშვების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაინც მათზე ვსაუბრობთ და ასევე ზოგადად, იცით, სკოლასა და გნებავთ ოჯახ შორის ურთიერთობაში. თავად შიგნით მასწავლებელთა შორის ურთიერთობებში და აი ხო, აი ფსიქოლოგთა გავლენა რა სიკეთის მოტანა შეიძლება იყოს. ფსიქოლოგი უნდა იყოს გამაძლიერებელი მასწავლებლისაც. მასწავლებელსაც სჭირდება სკოლაში ფსიქოლოგი. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ფსიქოლოგი მხოლოდ მოსწავლისთვის არის, ხო? მასწავლებელსაც თუნდაც რაღაცა თვითრეფლექსიისთვის, რას როგორ ვაკეთებ, რა როგორ გავაკეთე რომელიღაცა მოსწავლესთან, ხო? სად რომ ფსიქოლოგთან აქვს აი ეს საშუალება და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ პროფესიული დიალოგი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მასწავლებლებსაც სჭირდებათ ამ თვალსაზრისით გაძლიერება და ამიტომ აი ეს კოლაბორაცია ფსიქოლოგი
ფსიქოლოგის და მასწავლებლის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ერთი და მეორე მშობლებთან ურთიერთობაც. ხა მასწავლებელი მშობელთან შესაძლოა ისე ვერ შევიდეს კონტაქტში, იმიტომ რომ მასწავლებლებს თავიანთი ყველაფერს თავი დავანებოთ, რაღაც თავიანთი ტონი აქვთ საუბრის, მოგეხსენებათ, ხო? რაც ძალიან ერთის მხრივ ძალიან მომხიბვლელი და საყვარელია ყველა მასწავლებლის მხრიდან, მაგრამ ამ ტონს შეიძლება ყველა მშობელი ადეკვატურად ვერ იღებს. აი, აქ უნდა ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ისევ და ისევ ფსიქოლოგმა, რომელმაც იცის და უყურებს. კიდევ ერთი ახალი როლი დამანახეთ ფსიქოლოგის. ხო, იმიტომ რომ ფსიქოლოგი ხედავს, როგორი იყო ეს ბავშვი 6 წლის, როგორ ვითარდება. იმიტომ რომ ფსიქოლოგმა ადამიანის განვითარების ეტაპები იცის. ფსიქოლოგმა იცის, რომ რაღაც ასაკში კრიზისი დგება და რაღაც ასაკში გარდაუვალია, რომ ეს ბავშვი გააჯახუნებს კარებს და გავა, ხო, და მე უნდა ვიყო მშობელი ამისთვის მზად, ხო? და შესაძლოა სწორედ აი ეს განვითარების სტადიები და კრიზისები, იგივე ხა როჯერს რო დავესესხოთ, ხო, რომ ყველა განვითარების სტადიის თავისი კრიზისი მოყვება, რომელი კრიზისიც უნდა გადავლახო და ეს ნითვლება, რომ მე ეს კრიზისი გავიარე და გადავდივარ განვითარების შემდეგ ფაზას. აი ამ ყველაფრის ახსნის თვალსაზრისითაც ვფიქრობ, შეგვიძლია რომ ეს წონა მივანიჭოთ ფსიქოლოგსაც სკოლაში, რომელიც ითანამშრომლებს მშობლებთან, იმიტომ რომ მშობელი უცებ კი არ პანიკაში კი არ ჩავარდება, როცა აღმოაჩენს, რომ ძალიან უხეშად მიმართა ბავშვმა მას, არამედ ფსიქოლოგის დახმარებით გაერკვევა ეს რა ფაზაა, რა ასაკია, როგორ შეიძლება ხარ მე რომ ხარაჩო, ასე ვთქვათ, შევაშველო ამ ბავშვის განვითარებას. ასე რომ ფსიქოლოგის როლის და გააქტიურებული როლის კი არ უნდა შეეშინდეთ მშობლებს, რომ არის ესეთი განწყობები საზოგადოებაში. არამედ პირიქით. კარგი მოლოდინებით და მადლიერებით უნდა შეხვდნენ ალბათ არა? მხოლოდ და მხოლოდ. და თანამშრომლობით. თუ ჩვენ ამ დაშვებას ვაკეთებთ და იმედი მაქვს ვაკეთებთ, რომ თავარი ამოსავალი ჩვენთვის არის ბავშვის კეთილდღეობა, ბავშვის ფსიქოემოციური ჯანსაღი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დავინახავთ კიდეც ძალიან მარტივად ფსიქოლოგის როლს და მე მგონი ეს უნდა იყოს ყველა ზრდასრული ადამიანის ინტერესი, სახელმწიფოს ინტერესიც და საერთოდ ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა იყოს მთავარი ვექტორი, რისკენაც უნდა გავასწოროთ ქვეყნის ეროვნული მათ შორის ინტერესებიც. ერთი პატარა ასევე აზრითაც დავასრულოთ და გავიხსენოთ სკოლის მმართველის, სკოლის ლიდერის როლი ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესებს, ამ ნაკადებს, ამ იდეებს გზამისცეს ალბათ, ხო? და როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქვა დაარესურსოს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, დირექტორს აქვს ძალიან დიდი როლი. ვერაუვლით მაშინ გვერდს და ესეც ვთქვათ, რომ სკოლების დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ქვეყანაში, რაც გვაქვს. ასეთი ცენტრალიზებული მართვის პირობებში ჩვენ კარგ ლიდერ დირექტორს იშვიათად თუ გადავეყრებით და ძალიან მიხარია და ყვავს კიდეც, რა თქმა უნდა და ძალიან მადლიერი ვარ ყველა დირექტორის, რომელიც ბევრს აკეთებს სკოლისთვის და იმაზე მეც აკეთებს, ვიდრე ვთქვათ, შეიძლება ადამიანის წვდებოდეს, მაგრამ ისევ და ისევ კარგი დირექტორი მაშინ ყავს, როცა გარემოა ჯანსაღი, როცა სკოლა არ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხა ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, ხო არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა იმართებოდეს განათლების სისტემა და განათლების სისტემას სხვა რაღაცა მიზნები უნდა ძალიან მკაფიო, გრძელ ვადაში გაწერილი ჰქონდეს და ერთსაც ვისურვებდი ისე იდეალურ, ვთქვათ, ზოგადი განათლების სისტემაზე რო საუბრობთ, რომ რეტროგრადულადაც მოგვეთხოვებოდეს პასუხი იმ დანაშაულებზე, ბწყალებში დანაშაულები, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ განათლების სისტემაში ვაკეთებთ. ან არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ გრძელვადიანია, თქვენ ყველაზე კარგად იცით, ხო, ის შედეგი, რა შედეგსაც დებს ესა თუ ის ინტერვენცია საგანმანათლებლო სისტემაში და იმდენად გრძელვადიანია, რომ მე პასუხსაც ვეღარავის ვთხოვთ, ხო, არადა სისტემა ისევ და ისევ ჩვენ თავარ საგანძურს, ჩვენს ბავშვებს ემსახურება, ხო? ამიტომ სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი, ამ სისტემაში უნდა იყოს ჯანსაღი დროულად მოვკიდოთ ხელი, არა, კუთვნილების ძალიან ღრმა განცდით, პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულების კონკრეტული მექანიზმებით დროულად მოვკიდოთ ხელი და უპატრონოთ იმას, რაც მისახედია. ნამდვილად, ეს უნდა იყოს თავარი ამოცანა. მათ შორის ბულინგის ჩართვლით, რომელიც იყო დიდი მადლობა როგორც ექსპერტს ამ თემაში. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. მკვლევარს და პრაქტიკოს ამ თემის, კიდევ ერთხელ, რამდენიმე ბლიც შეკითხვით თუნებას მოსებს დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ხო? პირველი ერთი სიტყვა, რომლითაც აღწერდით განათლებას. აი განათლება რა სიტყვასთან შეიძლება ასოცირდეს თქვენთვის? ბედნიერება.
განათლება არის ბედნიერება. რა თქმა უნდა, ყველა განათლებული ადამიანი ბედნიერად ვერ გრძნობს თავს. ისიც არის ნათქვამი, რომ რაც უფრო განათლებული ხარ, მით უფრო ბევრი კითხვა გაწუხებს და მით უფრო შეიძლება რაღაც ეტაპზე ცხოვრების უბედურად იგრძნო თავი, მაგრამ ბედნიერება მოაქვს ნამდვილად განათლებას და აი თვალსაწიერის გაფართოებას. ერთი კითხვა, რომელიც უნდა დასვას ყველა მასწავლებელმა, რომელიც თავის თავს უნდა დაუსვას ყველა მასწავლებელმა საკუთარ თავს. ყოველდღიურად დაუსვას მასწავლებელმა საკუთარ თავს. რამდენად არის ყველა ეტაპზე, ყველა წუთის და ყველა წამის განმავლობაში მოსწავლის ერთგული და მოსწავლის გვერდით მდგომა. ერთგულება. და მოსწავლის გვერდით დგომა. ალბათ ეს არის მთავარი. მადლობა. თუ გეგულებათ წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს განათლების სფეროში მომუშავე მოღვაწე ადამიანმა. ამ კითხვაზე შეიძლება და ბევრი პასუხი გამეცა, ბევრი წიგნი მეთქვა ალბათ და ჩემზე უფრო მეც ალბათ სხვა სპეციალისტებიც ჩამოთვლიდნენ, მაგრამ ეხა უცებ გამახსენდა რეზო ინანიშვილის მოთხრობა დამრიგებელი თუ გახსოვთ და თუ გვაქვს დრო აი ძალიან მოკლედ მოვყვები ხო იმიტომ აუცილებლად ჩემთვის მასწავლებელი ხო ვიცით რაც არის ხო რომ უნდა იყოს თანამედროვე განათლებით აღჭურვილი უნდა ჰქონდეს რაღაც მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული და მას უყვარდეს ბავშვი მაგრამ მე მაინც ცოტა ეგოისტურად ვპასუხობ ხოლმე რომ მასწავლებლად უნდა დაიბადოს ადამიანი და აი რას ნიშნავს მასწავლებლად დაბადება აქვს ყველაზე კარგად აღწერილი რეზო ინანიშვილს გაგახსენებთ მოკლედ თუ შეიძლება ხო და აი მართლა ყველა მასწავლებელს აი ეს განცდა უნდა ქონდეს, რომ აი ესეთი მასწავლებელი იყოს. პატარა ბიჭუნაზის საკლასო ოთახში მასწავლებელი გამოუცხადებს, რომ ხვალიდან სახლებში ვივლითო და შევამოწმებთ თქვენი ოთახი როგორ გაქვთ და თქვენი სივრცე მოწყობილიო და გულზე შემოეყრება, იმიტომ რომ აი ხვალ აეხდება ფარდა და მასწავლებელი შეიტყობს, რომ ხუთსულიანი ამ ბიჭუნას ოჯახი კლდის პირას რაღაცა მიწურში ცხოვრობს, სადაც ბებია ყოველ ღამე იატაკს ეშლის და იქ იძინებს, იმიტომ რომ სივრცე არ აქვს და ძალიან ცხენია აი ამ განცდის და ვერაფერს ვერ შვება მეორე დღეს მიდის მასწავლებელი ამოწმებს და დგება შემდეგი დღე როცა ესეთი დარცხვენილი ბიჭუნა მიდის სკოლაში იმიტომ რომ უკვე იცის მასწავლებელმა რა პირობებში ცხოვრობს როგორ სიდუხჭირეში ცხოვრობს მასწავლებელი არაფერს არ ეუბნება გაკვეთილები რომ თავდება სთხოვს რომ კალათა ვაშლით წამაღებინეთ ჩემს სახლშიო საკუთარ სახლშიო და ეს ბიჭუნა მიდის მასწავლებლის სახლში კალათით და რო შედგავს ფეხს და ზღურბს გადააბიჯებს მასწავლებლის სახლის აღმოაჩენს რომ მასწავლებელიც ისეთივე პაწაწუნა სახლში ცხოვრობს და მე ეტყვის რომ ძალიან კარგი ბებია ყოლიაო შენო და აი იმ წუთიდან ხრებში გამართული გამოდის მასწავლებლის სახლიდან ბიჭუნა აი ეს არის მასწავლებლობა ამას ეხა ვერც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვასწავლის ვერც წიგნი გვასწავლის ვერც ერთი რა არის რეალურად მასწავლებელი და პედაგოგი და აი ამ მოთხრობის გააზრებას ვისურვებდი რომ ყველა მასწავლებელმა შეძლოს მე ახლა ეს მოთხრობა მიმაქვს კოლეგებთან კითხულთა კლუბში. ხო, ძალიან საინტერესო კოლეგა მასწავლებლებს გulis ხო, რა თქმა უნდა და მადლობა ამ ნაწარმოების შეხსენებისთვის. ხო, აი როგორი პატარა ნიუანსია და ძალიან ძვირფასი. შემდეგ შეკითხვას დაგისვამთ. ფრაზა ან მოსაზრება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ სწავლის პროცესთან მიმართებით. რაიმე შთამაგონებელი ფრაზა პრინციპში რამდენიმე ახსენეთ კიდეც. კი, პრინციპში ბევრი ვახსენეთ, მაგრამ მაინც არის საკუთარი ინტერესის ერთგულება. აი ეს საკუთარი ინტერესის ჭია უნდა სკოლამ სწორედ გაუღვივოს მოსწავლეს და შემდეგ უკვე ჩვენ ადამიანებმა არ უნდა დავკარგოთ აი ეს პატარები რო ვიყავით და რო აი მართლა ინტერესის თვალებით ვუყურებდით სამყაროს, აი ეს ინტერესი არ უნდა დავკარგოთ. აი ეს არის ალბათ მთავარი, როცა ჩვენ განათლებაზე ვსაუბრობთ. მადლობა თქვენ. ერთი დაგვრჩა. განათლება რომ იყოს ხმა. აი ხ ბგერების სამყაროში გადავინაცვლოთ. განათლება რომ იყოს ხმა რა სახის ბგერები, რა ტონის, რა ტემბრის ბგერებს გავიგონებთ. განათლება რომ იყოს ხმა, ალბათ იქნებოდა მოცარტის რომელიმე ძალიან მელოდიური კომპოზიცია, იმიტომ რომ თან სიღრმეა, თან სიმარტივეა, ყველაფერი ერთად არის და მე ველოდი როდის შემოვიდოდა მოცარტი პასუხად ჩვენს პოდკასტებში ამ კონკრეტულ შეკითხვაზე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.